ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თოკაფე იღუარის და იქნება წვეთში თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მეგობრებო მოგესალმებით ეხლა შეიძლება ცოტა ხმაური იყოს რადგან ვიმყოფებით ალექსანდრე ყაზბეგის 53 არეასტი მაღაზია დილ შოპი ჩვენი ძმა კომპანია და ხმაურიანი ამბები არის დღეს ფასდაკლებები არის ხალხი მიდის მოდის და იმედი არ ჩვენ შევშვით იმათ რაც ისინი შეგვიშლიან და დღეს უკვე მეორედ პოდკასტში ჩემთან არის ანსკი, როგორ ახლა გინცვალე და ლილუენიო ის რიძახა ზუკა თოწამოწდა და მე ეგეც იქნება ოდესა ლილ ენჯელი მოდი ჩამოგართვა ხელი გინცვალე როგორ ახლა დაშვებით როგორ მუღამზე ხართ ძალიან ხოძე ვართ ძალიან არხი უნდა გამოიწერო ხო ეს გამოიწერეთ არხი და ესეთი ლამაზი გოგონები და ესეთი ხალხი რომ მოიყვანო რა და მე სხვადასხვა ხელს არ არ გაგიშვებთ მეგობრებო ხო ფერების ამბავში თქვენ აერთში და დილ შოპიდან აი ეს ტიპები რომელს ვარდისფერი რომელს სტაფილოსფერი რომელს რომელია მე ვარდისფერსავი თქვენ გადაწყვეტეთ ხო ძალიან დიდი მადლობა დილ შოპიდან ხო სათქრად თქვენი პოდკასტისგან ნახე ეს ორი მიკეთია კი კი ალექს ეს სწორად არის თუ ზევიდან უნდა გაიგებ როგორც მინდა მოდი ზევიდან გავიქცე დააკვდათ რა გოგოებს რა ძალიან კაია ძალიან დიდი მადლობა ხო ხედავ შენ ხა ნაცნობებზე შეიძლება ცოტა ხო ესე დავიგე ხეთვანზე უკეთესია კარო კაია კი როგორ მედია მიხსოვს ეგ ისაა ბაზრობაზე რა ხომ შენზე შეგერები ხო და მოკლედ ანსკი უკვე ნამყოფია ჩვენთან პოდკასტზე როგორც თქვი და მოდი ერთი ორი სიტყვით ჩვენ მაყურებელს და ზოგადად რომ გაგვეცნო მეც რომ მეც ახლა იქიდან ვიცი რომ 31-ში ბეთლი ვარი რაიმე უცის ამბავში იქ გოგონების შეერკინება არის პირველად საქართველოს ფოტოშოპის და ძალიან სასიამოვნო ეგ ფაქტი როგორც იქნა არის ეგ რომ გოგონები დაეჯახებიან კაი დაკალები კი ხართ რა ვიცი გიქოს როგორ იქნება ეგ ამბავი მაგრამ მარიო ცხარი რომ ბეთზე ესე არ იქნება არა ბეთზე ხალხო არ იქნება არ დავინო ერთი ორი სიტყვით მოგვიყევი აბა გამოუშვი მე ვარ მარიამი stage name-ით Il Angel მაგრამ ძველი სახელით მარიამო მე გადავირქვი სამი ტრეკი მიდევს YouTube-ზე და მარიამოთი შეგიძლიათ ნახოთ ეს ტრეკები მაგრამ ხო არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადავირქვი Il Angel-ზე და ეხლა ამ stage name-ით გამოდივარ ბეთზე ეგ ეხლა რასთან დაკავშირებით არის როგორც ანგელოზად ხმობ თავსთან ну შეიძლება ითქვას რომ მაგიტო მაგრამ ანუ ლილ მომწონდა რა და ეხლა თვითონ ლილ მინდოდა რომ ჩემი stage name ანუ როგორ არის პატარა ანგელოზი თუ როგორ თუ პატარა ანგელოზი ხო ხო და ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი საერთოდ stage name-ზე და ბოლოს ამაზე მივედი ბევრი სხვა ვარიანტიც მქონდა მაგრამ ყველაზე მეტად ეს მომეწონა ლილ ენჯელ და ამ თემაში ბეთლებთან შეხება აქამდე არ გქონია თუ შინაურად ბეთლაოდით ხოლმე და აი მაგალითად პელესთან ბაიძეულადიან ბეთლავი ხო ბიჭები რამე ეგეთი გოგოებსაც ხوار ქონიათ პელესთან არ ხონია არა პელესთან არ გოგონებს მეთქი ეს კი ვიტყვი მაინც შენ თემა არ ვიცი და მაქსიმუმად მინდა რომ ბევრი ინფორმაცია გამოვხსოვრო რომ მე შენთანაც გადა ну ბეთლებს დიდი ხანია ვუყურებ აკაპელადან მოყოლებული იუპის როედო აკაპელა ბეთლები ხას როუდევთ აქედან მოყოლებული სულ ვუყურებ და ჩემ ძმაზე ჩამიწერია 1-2 დისი ну ჩემთვის მაგ ხა შენახული შენ ძმა გადისე ჩემი ძმა გავდისე ორჯერ ხო და ერთად TikTok-ზე გავდემარ და წავშალე ორი წელი უფროსია და გადის კი რეაქცია როგორი იქნება რეაქცია ანუ უფრო ისეთი უარყოფითი იმიტომ რომ TikTok-ზე რო დავდი არ მოიწონა და მე წავშალე მაგის ეგ რა მოგაფიქრა ზოგადად თუ არ ვიცი აი უბრალოდ რა ვიღაცის გადისვა მინდოდა და ვიზაც ყველაზე მეტი მასალა მქონდა გავდისე და ეგ იყო ჩემი ძმა ამჯერად პასუხი არ დამიბრუნა და არ ვიცი რა გააჩნია რა დაუჭირს უპასუხოდ დაგტო ტრეკები უდევს ჩემ ძმას და ჩემი შენ ძმას რეპერია ну რეპერი შეიძლება ითქვას რა ხარა სტილში წერს ხარა სტილში მაგრამ უფრო რეპერი არის თვითონ მუსიკოსი კი და თვითონ გამიმიქსა ჩემი ტრეკებიც გავაპიროთ როგორ ნახონ შენი ძმა ლაკო ბლანკო ესე იკითხება მაგრამ ინგლისურად
LACK. როგორი სახელებია? ცოტა ფულია კი, მაგრამ ამ თემამდე როგორ მოხვედი ხარ, რომ ბეთში რომ უნდა მიიღო მონაწილეობა? თავიდან TikTok-ზე დავდე ჩემი ვერსები. PewDiePie-ის რაღაც ბითებზე მაქვს რაღაც ჩემი ვერსები დაწერილი და ეხლა მინდოს TikTok-ზე. ხო და ეგენი რომ დავდე, მე ონლაინ ბეთლები დავიწყე, რატომაც ყავდა რამდენიმე ბიჭი იყვნენ იქ მონაწილეები, თუმცა შემდეგ შევწყვიტე ეს ჩემი მოღვაწეობა ონლაინ ბეთლებში და გადავწყვიტე რომ უფრო რაღაცა გრანდიოზული მომეხდინა ჩემ ცხოვრებაში და ზუსტად აი ერთ-ერთმა მონაწილემ ითხრა რომ რაიმე რუჩიო იგეგმება გოგოების ბეთლიო და დიჩი ეძებს გოგოს რეპერ გოგოსო რომ მიიღოს μονაწილეობა და მეთქი რატომაც არა და ჩაუგდა ჩემი ვერსის ვიდეო და ცოტა ხანში გავიგე რომ აყვანილი ვიყავი რაც ძალიან გამიხარდა და რო აყვანილი ვიყავი ამიყვანე იკასტემა გამახსენდა ახლა იმალოთ ეს აყვანილი ხარ ამიყვანეს ხო რავი ჩატირო შევქმნით ინსტაგრამზე იქ ნახე რომ ანსკი იყო ჩემი ოპონენტი არ ვიცნობდი სხვათა შორის მაგრამ აი ერთმანეთს იცნობდით არა მას გავიცნობთ ერთმანეთს ანუ მაგამდე სხვაგან იგეგმებოდა კიდე გოგოების ბეთლი და მე და ანსკი ვიყავი და კიდე 6 გოგო და მან დედან მახსოვდა რა და მე რომ გავიგე რომ ჩემი ოპონენტი იყო რაიმე მეთქი შენი ის არ ხარ შენ იცოდი ამის რეპერობის შესახებ არა ცეც ვიდეო ამის შესახებ არა აქედან რომ დაგაპირისპირდით რა 71 მაგამდე არ ვიცოდი ხილად რა განათებასთან მეგობარო განათებასთან ხილად რა აი ესეთი რაღაცებიც ახავს ხალხი მიდის მოდის მეგობრებო ეს ხვანთია რა სწორად მარტო რო აკეთებ ყველაფერს ხო და მოკლედ დასაფასებელია ერთმანეთის შესახებ ესე იგი ასე თუ ისე რაღაცები გეცვენებოდა ახლა ისე არა ბეთლამდე არა მართლა არც მე და ან რაღაცა იქ PewDiePie საძმოდან ან საიდან მე რაღაც საერთოდ არაფერი არა მე კი მენდა PewDiePie საძმოში შენ ხო შენი ვიცი მე რო გავიგე გამიკვირდა ჩემი თავის რატო არ ვიცოდი მაგამდე აქვე დანის უნდა აღვნიშნო სპონსორი წყალი არ არის ჩვენ მაგრამ რაღაც ხონა დაგველია და მოდი მეც დავლა ხო ან იქნება ბაკურიანი იქნება სლო იქნება სულ ერთიან ფისკალი იქნება რაღაცა რო არ დავიფრთხოთ ხოლმე რაღაცა აგო სპონსორი ესენც არ გამო არავაცალე რომ მე იქნება რაღაცა ელი როგორ გაგვიშვეს რა სპონსორებო მაინც ცხელა ეხა თან თანდაც ხალხო შენს ხერა მეგობრებო. აბა მითხარ რავი ჩემსკენ იმის მე რაც პოდკასტზე იყავი რა შეიცვალა სხვა შორის სანდო რაღაც შეიცვალა იმის მერე რა კაი ფეხზე იყავი ესე გიმოსული კი, კაი ფეხზე ვიყავი მოსული და მაშინ თქო სხვათა შორის არ ვიცი გავალ თუ არა ბეთლებზე თქო გახსოვს. ხო კი ხო და ეხლა გავდივარ და თან პირველ დროს საქართველოში გოგოის ბეთლი ეხაც ჩვენ გავდივართ, რავი, ეგ ძალიან კარგია რა. და მაგის მერე ტრეკებიც ჩავწერე რაღაცეები და უფრო ხოდით ვარ რა. ხო არა აქტიურად რო ხარ ხედავ ხოლმე და ოჯახებში როგორი დამოკიდებულება არის აი იმ თემაში რომ გოგოები უნდა დაეჯახოთ ერთმანეთს ხა ხო არის ის რომ რას ცანცარებ ბავშვი რაღაცა ის თუ უფრო სერიოზულად აღიქონდა აა თავიდან ეგრე იყო სხვათა შორის რომ აი რაღაც ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ რა ამ ბეთლებს და რაღაცებს მაგრამ მე იმავაჩენს რომ მოასვენე ჩემი რაღაც ვერსები მიდი მომა შენკენ ვარ მეთქი კაი სხვათა შორის წინა პოდკასტი ვისაც არ გაქვთ ნახე ნატო გელაშვილი არის მამიდა მისი მეგობრები და არ ვიცი რა მის რეპერტუარი როგორ ეგუება ეხლა მაგრამ მგონი არც იცის არც იცის ხო კარგია ესე იგი ტრეკები ჩაწერილი და ზოგადად როგორ ემზადებით ეხლა 51-ის ვიზა დაკალებ რო ჩადაკალდით თუ რაღაცა გავიგე მაგრამ ერთმანეთს ალბათ ერთმანეთს ვერსებს არ ეუნებით არა არც ერთი აბა რაღა მოღამი იქნება ერთმანეთის ვერსები არ ვიცით და მე მზადება დავიწყე მგონი მარიამაც ერთი თვის ადრე რა როცა ბითი ჩავიგდეს ეგრევე ტექსტი როგორც დავწერე ერთები ავარჩიეთ ეგრევე იმიტომ რომ ანუ ეს ისეთი საკითხი არის რომ თან პირველად თუ არის და იმ ხელა პასუხისმგებლობა გაქვს რომ აი ძალიან კარგად უნდა მოემზადო რა და თუ არ მოემზადები ეგრე არ გამოვა თან თქვენი არის მაიკ დროპი ხო კი ბიცი არის აკაპელა არა აი ბიცე რო წერ რაღაცებს თუ აკაპელას ლაინები მახსენდება რა აკაპელას პანჩები აკაპელას გოგო უფრო ხარ აი სხვადასხვა აკაპელას ტიპიო ბიჭოს რო ეუბნები მაგის მუღამი მაქვს და შეიძლება გამოვიდე კიდევაც არ ვიცი აკაპელაზე კი და ეს ახლა როგორ იყო დიჩის გადაწყვეტილება იყო თუ როგორ იყო ექსტრემალურად აკაპელაზე იქნებოდა თუ მაიკ დროპზე თქვენი გოგოების დიჩი მგვითხრა ხო მე ვიცოდი ეგრე ვიცოდი რომ ბიცზე იყო რა აღარ მახსოვს ვინ მითხრა მაგრამ არა ანუ რა ვსვამ ბიცე აკაპელაზე სულული არ ქონია დაუშვათ თქვენ თუ რახან პირდაპირ მაიკ დროპზე პირდაპირ მაიკ დროპზე მგონი სანამ აგურჩევდნენ მაგამდე უკვე მაიკ დროპზე მაგრამ მე ისეც არ მქონა აკაპელას სურვილი შეიძლება მომავალში გამიჩნდეს რა უფრო მე ბიცზე ვზივარ ანუ შენ ბიტის
ბიტის გოგო. გოგო ხარ შენ აკაპელას გოგო ხარ. შეიძლება ითქვას კი, არა მე ბიტიც მომწონს. ბიტზე უფრო ისეთია რა აგიყოლებს და რამდენად წარე ლაინები გექნებათ და ასე შემდეგ აი ყველასე გაინტერესებს, აი, რო კი. დაქალობთ რო როგორ ხო გადის. აი მაგრამ აი აქედანაც ვიტყვი რომ რადგან დაქალობთ იმას ანიშნავს რომ ბეთლსაც ვიდაქალებთ რა იმიტომ რომ ბეთლი არის სპორტული ინტერესი და იქ რასაც ვიტყვით იქვე დარჩება და არავის არაფერი არ ეწყინება რა და აქედან გამომდინარე კი მაქვს წარე ლაინები შენ მეც თავისთავად. იცი რა არის ცოტა რთული ახლა ჩემთვის რა მე ხანსკის თემები ვიცი ხმაც კი მიმიცია ის აზმოშინა მთელი ამბავი და ვიღაცებს წინდათ მე და ბიჭებს ეჯახებოდა დაჟე ისეთი მამაცი იყო და აი შენ თემები არ ვიცი ხო და მაგრამ მაინტერესებს და ეგ არის ცუდი რომ ეგ აღნიშნო დაქვია აუცილებლად რომ მე ვთქვი რომ 31-მდე რაც დაიდება პოდკასტები ყველა გავუნაღუშვათ რომ 31 მაისს სახელოსნოში რაიმე რუცის ყველაზე მაგარი ფარტი იქნება ალბათ რაც დაგეგმილა აქ გოგოების მაიკ დროპის ამბავში ერთმანეთის შეჯიბრება 2-2-ზე ბეთლი ბიჭების ფინალიც არის 2-2-ზე აკაპელას ფინალი და ბოლოს ჩვენი ბეთლის და მაიკ დროპი გოგოების. კიდე რა შეიძლება. ხო არა ძალიან მაგარია უბრალოდ ცუდი იმიტომ რომ ჩემ დაბადების დღეს დაამტკიეს მაინც და ახლა მე დაბადების დღეს ვერ გადავდე. საღამოსაც წავდი. ან 30-ში ყოფილიყო, ან პირველში ყოფილიყო ბავშვთა დაცვის დღეს ან რაღაცა ესეთი. კაი, აი მაინც საქართველოში ვარ და კიდე რაღაც მაინც ვფიქრობ რომ რაღაცები ცოტა გვაკლია დამოკიდებულება ცოტა სხვანაირი და აი ჰეიტის თემაში აღარ იყო მაგალითად რომ აი გოგო რეპერი იმიტომ რომ ეხა მე ხა ჩემს ლოვნებაში რომ ვინც მახსოვს ხო მაშინ ვინც ხო მე ციყვიდან მოყოლებული შეიძლება არც ბევრმა არის მაგრამ ნუ ვიქთიკო და ნუ ვიღაცე ნუ ენაისი და ასე შემდეგ და აი ხლა ეს რომ წამოხვით არ არის ის რომ აი გოგო ხარ და კი აი ძალიან ბევრი სტერეოტიპი არის ძალიან ბევრი სტერეოტიპი შემოხვედრია პირშიც ვთქვამთ რომ მე ვარ მოვალ თქვენ მეც არ ვიტყობ ვიტყვი მაგრამ არის ხო ნუ არ გავდისოთ მეთქი იქ რო დონეს დავდებს ხო მე დაფიქრდები უნდა იარო თუ არა გოგოის ბეთლზე თქო რა ხო რა არის ხოლმე რა აი ლაივშიც რო გავდივართ ხოლმე TikTok-ს ლაივს შორის ძალიან ხშირად გავდივართ იქაც გვიწერენ ხოლმე რა ვიდეოები გვიდოს TikTok-ზე იქაც და გვიკომენტარეს რომ აი კრინჯობა იქნება და საერთოდ სხვა სამყაროა თავიდან რომ დაიწყო TikTok-ი ცოტა რაღაც ნორმალური იყო და ეხლა რა საქმეებს არჩევი დინება და რაღაც საშინელება მე დამეხმარა ეხლა ხო გაჩნია როგორ გამოიყენებ რა მე რო არ დამედო ჩემი ვერსები და ის ბეთლები არ დამეწყო რაღაცა ეხლა აქ არ ვიქნებოდი ფაქტია ხო ამბობენ ხოლმე რომ თოკოის პოდკასტს გვერდთან ამ კოპირაიტები ხარ და მიხარი ხო ხო და გაჩნია როგორ გამოიყენებ პირადად შენთვის ხო ხა საქმეები თუ არ ჩიედა რაღაცა ეგრე წინ მეწახო TikTok-ზე გასართობად და იმისთვის არ ვიყენებ მარტო საქმეს ზოგადად ქართული არტისტებიდან ვის უსმენ აი უპირატესობას ვის ანიჭ მოდი old-school-ის თემა ვთქვათ old-school-ს თუ უსმენ მაგათ ქართულებში იმდენად არა როგორც ახალს უფრო თანამედროვეში მაშინ ვინ ბეთლებიდან შემიძლია თქვა კი აი ტოპ ტიპები შენთვის მაგალითად კაია კატა მოჭვალე მაქსიმე აჰა ყველა კატა კაია მოეწონა ტაჰა ერთ-ერთი იშვიათი რეპერებიდან არის მაგარი არტისტია ძალიან მუსიკალურია კარგი ტრეკებიც აქვს და ბეთლებზეც კარგი შედეგი აქვს ანუ ზოგჯერ ხო ამბობენ რომ ბეთლებზე შეიძლება კარგი იყოს რეპერი მაგრამ ტრეკები არ თონდეს იმდენად და არ გაეკაჩოს და ტაჰას ისიც კაია ისიც კარგი ასევე ნუ ბეთლებში მედმოსესაც ამოვარჩევდი კამის სკაირეს და არტისტებიდან რავი ედი მე მომწონს მაგალითად ფულა გამოსულს რო ვიდოს ტრეკი მაქედან მოყოლებული ფულა ცოტა იშვიათად დებს ხოლმე ტრეკებს არა მაგრამ რასაც დებს კარგი ძოლები კაი აქვს ჯიქსი მოიცა ჯიქსი რომელია სოლონთან ერთად რო იყო ჯიქსი ხო თუ არა პრის ქალაქის ხო მე მგონი ეგ ჯიქსის სამერ როკს ხო მან ხო მე მგონი ეგ უნდა იყოს ხო სოლონთან ერთად პრის ქალაქის წევრია მაგამ ბავში შენ როგორ ახლა მაგამ ბავში ხო შეგეცვალა ადრე კი ჩამოთვალე ადრე ხო შორის პელე ხო პელე წინა პოდკასტზე როგორც მახსოვს არ ჩავიწვლი არა მეთქი არა ხო რაღაც ის თუ ვიღაცა სარეცინო ყველაფერს მაგას ვიძახდი ეხლა ჩავოცვლი რა ჯერ ძველი სკოლით დავიწყებ იქაც ვთქვი შავი პრინცი რა თქმა უნდა პირველი ჯერონიმოც კარგი არის ვიძინაც კარგია ხო ეს ძველი სკოლა რა მაგრამ შავი პრინცი მაინც
ტოპია რა. ჰიპ-ჰოპის დამაარსებელი და არავინ შემეწინააღმდეგოთ მაგას. სამწუხაროდ მაშინ ამ ქონდა პოდკასტები, თორე შავი პრინციპი კვირაში ერთხელ მეყოლებოდა ისე უყვარდა ზოგადად ყველაფერი რაც ამ თემას ეხებოდა რა. ხო და რავი ახალი სკოლა პირველ რიგში ვიტყვი Young Lucas. აი 7 წელია Young Lucas-ს ვენ და კიდე კატებიც კარგია მაქსიმუმ. კატები დაიშალა ხო ცალკე? კი, კაია კატას ჯგუფი დაიშალა, მაგრამ ჯიშკარიანიც ცალკე კეთებს ახლა და მაქსიმეც რა და ორიოს უსმენ კიდე მომწონს ბობი კენსეი. ქართული რეპერია? კი. ქართულად რეპერს? კი, ბობი კენსეი. ხო, ცოტა underrated-ია რა. და რავი კიდე უსმენ PvP-დანაც ვის უსმენ თუ ვინ მომწონს. ზოგადად აი ახლა რაც ჩატარდა PvP-ში ეს 2-2-ზე თემები როა. აი მაგალითად ეთახმებით იმ თემას, აი პელე და იანგი რო გამოვარდნენ და ეს რაღაცები აი მაინტერესებს. იმიტომ რომ თქვენი აზრით საინტერესო იქნება. ვის გამოვარჩევდით? აი მაგალითად რო გამოვარდნენ ეთახმებით მაგალითად რომ უნდა გამოვარდნილიყო დარჩენილი იყვნენ. იცით რა არის მე იქ ვიყავი ბეთხზე რა და იმის მიხედვით რომ კრაუდი უფრო ვის ვერსებზე ხმაურობდა JJ მარლო უფრო აბაუნსებდა ხალხს. იმიტომ რომ კაი ფლოუები ქონდათ და დუხი ქონდათ რა ეს ქართული შესაძლებელი ვერ გავიხსენებ. დუხი ქონდათ კარგი. ენერგია მოდიოდა ძალიან დიდი და მე ვიდეოებს რო ვიდეოს უფრო სწორედ რო უყურე რამდენჯერმე თან უფრო დავამუღამებ პელეს და იანგის ლაინები და უფრო აზრობრივად ღრმა ლაინები ქონდათ იმათთან შედარებით. ხო და გამოცდილება აქვს და ჩემი აზრით უფრო მეტი ფანჩს დაწერა შეიძლებოდა მოგინთ ანუ ახლებიდან რა აი JJ მარლოს შემთხვევაში უფრო flow-ი ქონდათ. ხო, უფრო flow ქონდათ. და ძვალმა გადაუწყვიდა ფაქტიურად რა და სხვადასხვა ჰეითიც წამოვიდა სხვადასხვა ძალიან დიდი და ხო ჩემპიონების დამარცხებია თორე ყველა თქვენ ხმა მაგრამ მან ანუ მე ორივე მომეწონა რა. პელე და იანგ ვაიკიც და JJ. არა არ ვამბობ რომ არ მომეწონაო. აჰაბანის ამბავში იმას ეს ქონდა იმას აჰაბანის ამბავში იკადა ის სხვათა შორის მოლოდინებს გადააჭარბეს ჩემ მოლოდინებს მე ხა ჩემაზეც დავაფიქსირებ და თქვენი აზრით დააფიქსირეთ იკას მე კაი ხანია ვიცნობ აიდის არ ვიცნობ ჩემი აზრით როცა გამოდიხარ ბეთლზე დიქციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორ გადმოსცემ ერთგვარი დელივერი თუ რა არის ხლა ამ მაგალითში ხო და აი იკას აქვს ეგ მომენტი აი აიდის ცოტა ისა აქ რა გადმოცემის თემაში მაგას რა ცოტა თქოს ყლაპავს ასულებს ცოტა რაღაც და რაღაცეთ გინდა რომ მოისმინო და დაიჭირო თორე ძალიან მაგრა გამოვიდნენ მით უმეტეს როცა ეხა დამწყები არტისტი ხარ და ესე გამოდიხარ ანუ ხო ჩემთვისაც ძალიან მთავარი არის დიქცია რა ხანდახან დაშე ფლოუზეც მთავარია დიქცია რა იმიტომ რომ ტექსტში თუ უნდა გავიგორას მე საუბრები მაშინ ფლოუი ცოტა იმაშობა რა დაბალჩამონდის და დიქცია ყველაზე მთავარია და მან სხვა შორის მე ჩავამჩნიე რომ აიდის ცოტა მაგის პრობლემა ქონდა რა. აჰა. ხო. მაგრამ ეხლა რადგან აჰაბანის დაეჯახენ რომ აჰა, ვაიმე, აჰა, დაანგრია კორობარას. და აჰას ყველა მაგას ამბობს და კიდე იმას აღვნიშნე რომ აჰას აქ ანუ ვოკალისტი სიმღერის ფლოუ რა. მე ხა მუსიკალურადაც მესმის და მაგის ხურიც და აი ძალიან მაგარი არის. მაგრამ იმათ კაი ფანჩები და კაი ლაინები ქონდათ იკას და ის. აი სხვა ახალ ანუ BDM-ის ბიჭებიც ხო იყვნენ და იმ სამი ბეთლის ბიჭებთან შედარებით იკას და იდის ყველაზე კაი ლაინები ქონდა ჩემი აზრით. აი ბოტანიკოსის მოყვანა მინდა პოდკასტზე ძალიან პირველივე ბეთლი რო დაიდო BDS-ით რომელიც დაქვია მაგათ იმას BDM-ი ხო მაგ BDM-ზე რო დაიდო პირველივე რო გამოვიდა ეს აქ ბოტანიკოსი ძალიან მომეწონა რაღაცა BIG-ის ვაიბი წამოვიდა თუ რაღაცა ძიმე და რაღაცა სუყე და გაასწორა მაგრად რა კაი ვიჭიაც. ხო და მე ვფიქრობ რომ მაინც ყუში ესე მოხდა რომ ჯერ ეგეთი რა სადღაც ესე იყო რომ 70-30-ზე ალბათ რომ ბანი ალბათ 30% დაიხარჯა, სადღაც 70%-ია შეიძლება ისა აჰა მაგრამ მე ვფიქრობ რომ სხვა ბეთლებზე კიდე უფრო სხვანაირად იქნებიან და კიდე იმის ნახევარი არაჩვენეს რაც შეუძლიათ მე ხო ფინალისტის სინახავენ. რომ ბანი ვიცით რა შეუულია, ახალზე ვიცით რა შეუულია და. ხო, ნახოთ რას გონზადებენ. საინტერესოა. რაღაცნაირი ისეთი იყო რა, თითქოს რომ აი რეპეტიცია ჩაატარეს, თქოს გაიარეს რომ შემდეგისთვის რომ მოემზადნენ. რა ესე მოვიდა რა.
ხო, შეიძლება კი. ეხლა მივდივარ და ძალიან მაინტერესებს. რა იქნება? 31-ში რას ფიქრობ ბიჭების ამბავში ვინ გაიჭრება წინ? მე ფავორიტებს გეტყვით თულინა. ხო, ვითხარ. არა ვიცი არ გეწყინოთ, ყველა ჩემი ძმები ხარ. მაგრამ ჩემი ფავორიტი არის ადო, ბიგესი, გუდაისელების. კი და დოკიც კარგია. ხო. თან ახლა დუკი და სტიჩის ეჯახებიან ბიგესი და ატო. მაგრამ ატოც ძალიან, ანუ ხო. ატო მაგრად დაიხუჭა. ახლა Dope Zero ჩავწერე. დღეს დაიდება სხვათაშორის ეს. აქ პოდკასტი მიმდინარეობს, მაგრამ დღეს დაიდება 9 საათზე აი პოდკასტი და სხვათაშორის წლები არ გამოსულა ბეთლებზე რა. ხო. ზუკად. მე მაგოც მაქსიმუმით ეგრე ვიცი მაინც და რაღაცნაირად მაგრად საკნა გადაუარა ატომ რა ისე გამოვიდა რომ კატოკი რა. არა თავიდან ცოტა მორიდებული ტიპი იყო ხოლმე ატომ. და ეხლა ძალიან მაგრად დაუვიდა. კი, მაგარი ფანჩებია გატოს სხვათაშორის. ხო. აი თავიდან მქონდა ცოტა ჟიურიმაც აღნიშნა ცოტა მონოტონური თემა რო გამოდიოდა და ეხლა სტილისტიკოს რომ დახვეწა უფრო შეცვალა. ზოგადად ეგრეა, არტისტი სხვადასხვა ბეთლისთან ბეთლამდე იზრდება რა. შენ ამ რეპერობის თემა გავიგეთ. ეს უფრო ჰობია თუ მთავარი საქმიანობა რა არის შენი მაგალითად? ნუ რეპის გარდა ვსწავლობ ისტორიულზე, მუშაობ. ეგ საჭიროა თან ისტორიაც მაინც. ხო, მაინტერესებს რა და ხო. შეიძლება ბეჭდის გამოიყენო. ხო, შეიძლება. განათლება საჭიროა რეპში. ხო. ხო და ანუ რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო კაია. ნუ ადრე უფრო ჰობივით იყო, მაგრამ ეხლა ამდენი შანსი რომ მომეცა და ბეთლზე რო გამოდიოდა რაღაცა, ანუ ბეთლის მერე შევხედავ როგორ წავა ჩემი კარიერა. ჩემი ცხოვრება ზოგადად და მაგის მიხედვით გადავწყვიტავ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი კარიერა იყოს რა რეპი და თავარი იყოს ჩემი ცხოვრების. ხო, აი მანდ კიდე მაინც მაგას ვაწყდებით ხოლმე, რომ საქართველოში მაინც ცოტა ძნელია, თან გოგო რეპერი, რომ აი მაინც ის აქვს რა, რაღაცნაირად დამოკიდებულება რომ ვაწყობ. გოგო სიახლეა და მგონია რომ ხალხს სიახლეები მოწონს. თემა. ხო და მგონია რომ ხალხს სიახლეები მოწონს მაინც. მაგრამ ვერ ეგუებიან ჯერს. ერთი ისეთი კითხვა მაქვს, ბილსიტყობა თუ იქნება თქვენს? ბილსიტყობა არ იქნება, ანუ არ ვიგინების და ოჯახს არ ვეხებთ. ჩემი კულტურულად ანუ ხო, ხაზების თემა გაქვთ ესე გაქვთ. წითელი ხაზი გაქვთ. თან ანუ არც შეგშონი ჩემი აზრით, უფრო კულტურულად. ხო, აი მაგიტო მაინტერესებდა რომ ხა ნუ ბიჭები ჩორობად გადიან და რაღაც ჩორობად უკვე ძალიან მოსულად იქოს. ჩემთვის ბანალურია უკვე რაღაც ბილსიტყვები, უფრო ჭკვიანურად შეგიძლია გული აკინო. აი რაც უფრო ნაკლები გინება, მით უფრო კარგია ჩემი აზრით. გინებით შეგიძლია რაღაცა ერთი ლაინი მარტო გინებების კონდეს და მაგის მაგირად რაღაცა ბრძნული აზრი შეგიძლია ჩადო მაგ ლაინში. აი ხა დაკვირდებით და გინება ხარავს უკვე. ეხლა თქვენს რაღაც თუ მორიდებული გოგონა არის ხა. ამ აქეთ რო აკვირდები. შენც ეხლა ძალიან ისე არ ხარ და მაგრად მაინტერესებს პროსტა რომ აი გარდასახვა ალბათ ხდება ხოლმე ეგეთი რა რომ 31-ში როგორ უნდა გარდაისახოთ ისე რომ ერთმანეთს იმენა იბეთლაო. აი ნახავთ ჩემ გარდასახვას. ჩვენ რეპეტიციობთ უკვე. ერთმანეთთან არა ცალ-ცალ ხო რა თქმა უნდა. და იქ ვაფშე სხვა არსებებად გადავიქცეთ. ანუ მარსავიც მაგრამ მე დამიჯერე. წავიდა. მაგრად მაინტერესებს შენი წინა პოდკასტიდან თუ გეტყვის რამეს, იმიტომ რომ მან რო ვაკვირდები. მეც მაინტერესებს. რო ვაკვირდები ხოლმე ხო ბიჭები ერთმანეთ თოკაფის პოდკასტში ვისიბაზე, თოკაფის პოდკასტში ვისხდებოდა, თოკაფის პოდკასტში ესხდებოდა და წაგდებული იყო ჩემ პოდკასტში. ნახოთ. შეკე ჩემი TikTok-ვერსები და რამეს თუ ითქვე მაინტერესებს. დამიჯერე. რამე თვითო ხაზი რო გაჩუქოთ არ შეიძლება ბეთლამდე ექსკლუზივად. ბეთლიდან? ხო რა დიდი ამბავი ხა. შეიძლება ის სულ აღარ გამოიყენოთ მე. ისეთი რაღაცა რაც აღარ გვაქვს, მაგრამ უნდა გვეთქვა. ხო, აი კაია. მოდი ჩავიხედოთ ნოუთებში. და რატო აღარ ამბობთ ეგეც თქვით აუცილებლად. იმიტომ რომ არის რომ ძალიან არ გინაბულია კინო არის რომ რაღაცნაირად უბრალოდ გადაიფიქრე ადამიანმა. მეც ვიპოვო ჯერ ფორმატ წაშლილი. ანუ შენს გაქვს ეგეთ უნდა გეთქვა და აღარ ხო, მოძებნი ხა. ერთმანეთს ხო შევთავთ თუ აღარ უთქვათო თუ? არა, ჩემთვის. სხვათა შორის ეს კეპიც DL Shop-ის ამბავია მეგობრებო და ალექსანდრე ყაზბეგის 53 ამოდით აქ მეგობრებო და კეპები, მაისურები, რავი, ძალიან დიდი არჩევანია შალვები და ყველაფერი და ჩვენი ძმა კომპანია მაქვს რა. აღწერაში იქნება ლინკი. იპოვე? კი.
თან სამი კომპლეტი იყო. სამი ვა, ალო. კარგია. გოგო. აუ ხა ისე არ მოხდეს რომ ვერ ჩავსო, მაგრამ კაი დამთავრებული მაქვს ისინი აღარ ჩავსო. აუ იმდენი კონდო. არ უხდები სფეროს და შეიგნე ეს, შენსავით მეტროსთან რეპავენ დღეს, ახას ნუ ბაძავ გაფასავ წვერს, მეც შეტენიან ტყუილის თქველს. გაფასავ წვერს. ანუ ახას არ ბაძავ ჯერ ერთი. დაიკიდე. კარგია აქ ცეცხლინი. კაი, რატო ამოიღე? დაუშვათ. რა ჩავსი თორე იმიტომ კი რომ მომერიდა. რამდენი ნახოთ შენ TikTok-ზე გაქვს, მაგდენი OG უბანში მყავს, რამდენი ფანია, იმდენი მარია, აღარ დამალობ ფანტომში ხარ. ტახას რაში ბაძავობა მითხარი მეწოვის. ერთი ვარს იმედოს. გელების იმაში ხო? არა. კამის როუნები. ტახას და კამის მეორე რაუნდის ბიტზე მიდევს ვერსი TikTok-ზე. ადამიანო ბაზავო. ანუ ესე ვაკეთებ რა, ვინ ჩამიწერს საბადის, ვინ რას გაურეპავს ქვინს, თუ გაუბედავს ქვინს და ესე ხელები ჩუმდა. ალბათ მაგაზე დამიწერა მე რა ვიცი. ეგ მე ვიცი რაშიც. აი მე მეტყვი. კაი, ახლა მე გიპასუხებ. აბა მიდი წავიდე. და მე აი ცეცხლი დაითუნდეს უბრალოდ. მეცლი. ოკეი. ოღონდ თამამად. Let's go. ხო კიდე რაღაცები რო მეც გავაგზავნე. გახურდი. კი, მოვი. ოპა. ახლა მხოლოდ ხურდები, ჩავირთერებ გადმოუდი, ვიცი მანდროდ გახარ ფიქრობ ვაიმე, სად მოხვდი, ყველა რეპერს ვიცნობო, ჩემთან რო ამბობდი, გოუთობა გინდა ჯერ დიღმის მასივში გადმოდი. ხედავ შენ. ოკეი. ეს აღარ მაქვს. ანუ კაი, შენ რატო ამოიღე? ჯერთი ბიტზე ვერ ჩავსვი და მეორეც არ მომეწონა რაღაც. გავაგზავნე. უკეთესი რაღაც მომიფიქრე. რაუნდი. რაუნდი. მე ისავრ ყოა და ისის მომყოლობა შევასული. ყოა და ბიჭის. MC ჩემგან ხელმარჯვე. MC ჩემგან ხელმარჯვე. ანსკი. აი. ბევრი გაკლია ჩემ დონემდე, შენი დაქალი ჩემს თორეფცებს, შენი ძმაკაცი ჩემს თორეფცებს, ხო გითხარი ხარ ქოდონეზე. ეს არ ვიცი, ანუ ეს არც უნდა ჩამოსვა, მაგრამ ეს ზოგად თემებს ეხება რა, 400. ზოგად საკაცობრიო. უყურე ჰიპ-ჰოპს მოვხდით, ქალები, კაცებას უფრები შალეს, რეპში ქონია თვალები, ევას ვაშლები ჭამეს. ვაა. გამხელა აზრიდებს. ხო. და კიდე მე ხო იცი მაგაზე რას ვამბობ. ქალებმა იცი როდიდან გვაჭამეს მეთქიოდისო და აი ვაშლის თემა რო იმის რა შეიძლება ისეთი არ უთხრა დაუშვათ რომ მე დავუშვათ დაწერო და წაშალო რომ მაგალითად აი არ გაუტყდეს ან რაღაც არის რამე ეგეთი თუ ეხა ეს გასაგები ოჯახი და რაღაც მაგრამ მაგის გარდა რა იმის არის რომ აი მაგალითად გაგიწყდება და არ ეთქვი ან კი, ნუ არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვიცით ახლა უკვე ერთმანეთს საკმარისად ბევრი რაღაც ვიცით რა, მაგრამ ეხლა პირად თემებს და რაღაცას არ შევეხები რა თქმა უნდა. აჰა. ერთხელ მეწერა, მაგრამ წავშალე. ანუ მაინც ქალური სოლიდარობის ამბავი არის მიუხედავად იმისა რომ მიდი რა. დავობნიეთ, ხედავ რა ხდება. MC ჩემგან ხელმარცხე დაიბა. აიცა. და კიდე იქ როგორ იქნება ახლა ტექსტი კარგად გექნება დაზუსტებული თუ ხო არ დაგაუწყდება. მე უკვე ვიცი, პირველ და მეცხრე მეორესაც ვიზავე. ასე ვცემს მე. აბა MC ჩემგან ხელმარცხე. ოკეი. კაცმა რო კითხოს ფანჩებზე არც ფიქრობ და ჩემზე მასალას ვერ აუდიხარ, იქი განგსტერე სადაც საჭიროა მწვანეში ჩაცმულებს რო ვერც გაურბიხარ. ანუ მწვანეში ჩაცმულები კონტროლიორები და გავიქეცი ძმა. ეგ აღარ მეინტერესებს. ხო და სულქანი კონტროლიორი შევხვდა და გავიქეცი. სულქანი, აი რა შევხვედრო და რას ვერ იბინა, ანუ პირიქით არ არის, ოკეი. ბადი შეიმიც არ ვაკეთებ, მაგრამ კონტროლიორი. შენ ასეთ შულღაიასავით არ დააჰეიტონ ხა ინტელექტუალი არ არის თუ სულქანი ადამიანი ერთი ამბავი ამწერი სულქანი კონტროლიორი ხაზი არ პირიქით სულქნებს პუტყუნებს გაკოცეთ. ცუდად არ გაიგოთ მართლა. გაქცე პასუხი? დავინახე თავიდან და მეთქი ვისაა ქორითავი რო გამაგებინა ჩატში გაგიცავსო დაწერე ეწყინა მე ვარ მუჰამედ მითაზე შენ გაგბინა და კიდე ოკეი. დღეს ამ გიცმე ვასწავლი გზებს ბეთრის მერე ავახებ friends big mic flow და anski spray mic drops it დაგიდე chains. ოკეი, ეხა მე მისმენ. MC ჩემგან რატო არ შენ რაუნდი თქვი ჯერ.
ოკეი. გამამად. ანსკის ჩემზე დაწერა მოუნდა, ეგრევე ჩემ TikTok-ზე მოვდა. დამსტალკა უსაქმურმა სახლში და ვერ დაწერა ერთი საწყალი ფანჩიც. ჩემი ვერსები ზეპირად რო იცი, მას ეგეც სწავლა გამოცდებისთვის, საგნები როცა შეგეტენება ლექტორებს გაურეპე ეგენი. რითმის გამო აღარ ჩავწერე. ეგენი. ალბათ შეგილო რაღაცა სხვა ის გექნა ალბათ და ხო, აღარ ვაფშე აღარ დავწერე. აუ მე იცი რა ისინი მეწერა თემები და აღარ დავწერე. თქვა ეგ. ხო, პოდკასტია ყველაფერი. არ ეწყინოს ძვალის რა. აქედა. აჰა. თუ ვინა არ იტყვი. არა, რა პრობლემაა ხა თუ აზრია შენი? ხო, ანუ ეს თემა რაც ხონა, просто არც რით მართ კუპლეტ, просто თემას გეტყვით რა. ხო, მაგრამ ძვაინაშუაშია? ვიტყვი ახლა. ხო. მოყოლე ჟიური რო იყო, იქნებოდი ძვალი თქო რა. ეს უნდა დამეწერა და კიდე სილამაზეში გჯობია საბაშა თქო. აუ, რა გაუხარდება. სიმაგასეებს ხომ გავედინე, კარგად. თქვენი ლამაზირებელი სულ ეგრე წეს. ხო, ყველაზე ლამაზი MC-ო და ხო. საბაშა. როგორ გაუხარდება? მერტო. მაგით ფაქტიურად გული მოგიკლა. ამაზე მეტი რა უნდა გითხრა. პირველად რუნახი გასაცნობად გოგო მოვიდა თბილა და გადამკოცნა. მერე მითხრა შენზე მომიყევიო ფანჩებისთვის და მაგან გამაოცა. მეთქიჰა, რას ქვია, ეს ვიშემ ხვედრია, ნუ თუ ბეთლ MC-ა, ეს კბილის ფერია. იო, რაუნდ. MC ჩემმა ხელმარჯვენე მეგობრებო. აუ მე კიდე თუ ვიპოვე არ ვიცი. რამდენი ამოგიღია? რაღაცა დატოვეთ. აი, სამ წავდი ხო, რა, დიდი ხო რა. არა, მიდი. ხო, მიდი. MC ჩემმა ხელმარჯვენე ანსკი. ეს ჩემი ტრეკიდან ეს არის, რა ქვია, ვაფშე 4-ს ვიტყვი, კაი. თუ ვინა 2-ს ვიტყვი და მე 2-ს შენ თქვი და 2-ს კიდე ვიტყვი. ანუ 4 ხაზი თქვი რა ვიცი. კაი. როგორც წეღან წავიდე. მოყურე, ხა ეს გეცნობათ. ჩემზე ცუდი თქვი შენ, ლოყას არ მოგიშვერ, ძმას ფლოუ აღარ აქვს, ხო და ფაფა ჭამე, მეგენ გიცხავ რომ წოცენას, ხო და ფურცელი ფერფლობაქციე, შენ ძევალი ხარ თხოშოლას, ბეტან კოუტად გადაგაქციე, ბიგეს ბეიბი თაბიძირს, ქალი სიტყვა რო გულებს ჭრის, ჟური ხმა უქცეს მოდი პლის, მარტო ტექნიკა ემსად მთვლის. და კიდე თუ ვინო კიდე ერთს წავიდე. ესე იგი წარმოიდგინე რამდენი გაქვთ ამოღებული ტრეკის ფლოუ იყო, ხო? ისი? ტრეკი, შენი ტრეკის. რამდენი გაქვთ ამოღებული და რაღა არის დატოვებული? უფრო ძერს კი ვიდაუტო ეს რა. ძალიან რომ ვფიქრო მე ამაზე. მეც. კაი. ეს არ გეწინათ ხო? უყურე ზურგს უკან ბაზრობ ვითომ დაქალო არ გამთისო ჩათებს მთხოვს ეგრე ძანაც ნუხა კანკალებთ ყუიაზა და კიდე მაგ დროს არ დავკავმინდა მეტი ფურთხომ ჯივეში ტონაკენტი თხოვ არ დაკერო ქუჩის მეტი ისე ცხოვრებით აუგმენტი step biggie dreams pretty find easy flow pretty რა შენ საიგეთი და მე გავაგრძელე. აი, ანსკი, ისე არ მიქარო რომ სულ დაგიძახო ნასკი. შენი სისუსტეა ლობიო და ლუდის კასრი. მაშინაც ვერ ახვალ მწვერვალზე გროლ რო წახვიდე ცხვარში. ერთი კითხვა მაქვს, აი, მიდი ჯერ შენ და ავაწო. თორე აღარ დამრჩება არაფერი. ერთი კითხვა მაქვს ჩემო ბრაზა, ესე გამწარებული რატომ სტალკო? ამეთ გირამგა ბრაზა რაღაცა ეგეთი ჭაჭდება. არა, სტალკავს მართლა. იმიტომ TikTok-ზე სულ მოდიხარ. და იმისთვის მასალა შემოდიო საგროვე. ვიდეოს რომ ვდებთ ერთად რა, მაინტერესებს რამდენი ნახვა აქვს. გაგითიშავ სინსიც. რა წინ უკვე ვიციო ყოველდღე შევ. ხოთი ჩემ ვერსებს და ყოველდღე ჩართვა მაინც ვერ დამიწერ ერთ საწყალ ფანჩსაც. ბიფი თუ კიდე და გეთქვა შულო, წაგიყვან მეტეხზე გაგაცივო, ნუ არ საფცველი ყავს გავამხილო, ნუ თუ ბიძეზე არ გამხილო. აუ, ნუ თუ ვიდე ძალიან გაცვეთული თემა. 1-20 წუთი. ეიო, ერთი 20 წუთი შენირად. აი ხლა რო იყოს სპონსორი, ხო გამოვაცხადებდით, ვიტყოდით, რომ მეტად რაღაცნაირად უფრო ჩვენი სპონსორია არ ვიცი რა, მაგრამ შენი კომპანია. დიჩი რა იზის ხალხი თუ ხო, დაგასპონსორა. ხალხი. მაგრამ Dear Shops მადლობა რომ აქ მოვდივართ პოდკასტებს, საჩუქრებს გადავცემთ ხოლმე ჩვენს რეპერებს ვინც მოდიან და ასე შემდეგ. ფერები ხო კაია ეს. კი. მე ძალიან მოვეწონა. საყვარელი ფერები არის რაღაც. ძალიან უყვარს ესეთი ისინი. ამ აი ფოტოს გარეთუიზოს უნდა დაგეხურათ და მაგრამ სხვადასხვის დოკის ჩვენი მწვანე კეპკა მართლა? ეხურა რომ გაიმარჯვა და მე და ალექსა მაგრამ ამყოფდი რა დოკის. ერთ-ერთი ის იყო რა პარტი და მივედით ჩვენი კეპებით და 5 რეპერს ვინც გარეპავდა Dear Shop-ზე ჩუქნით ჩვენს კეპებს რა და მწვანე ის ხვაცია ხომ სპორტული და მაგაზე დაიფარა და გავიდა და ვა, ძალიან კარგი. მაგ მწვანე ფერიდან ხო ეს აეკრა ეს მეტახუნე MC-ო. ჯიუნამრო. მეტახუნე MC. ბეთლების მსადება და ყველაფერი გასაგებია. აი ტრეკები
კლიპები, აი ეგეთ მაგ თემებში თუ აპირებთ რამეს თუ sad შევიდ და მორჩა. არის ბეთლი ბოლოს მოვიფიქრე კამეტრაკებს ვაკეთებდი რა. ხო და ამის მერეც სტუდიაში უნდა ჩავწერო რაღაცები, კლიპიც იქნება და YouTube-ზე ჩამახსე შეიძლება დაიდოს. შენს ვაპირებ, ფიტებსაც ვაპირებ, ჩემს ტრეკებსაც ვაპირებ. Ice Frosty არის ერთი ბიჭი სხვათა შორის მოკითხვა აქედან ძალიან მაგარი ბიჭია. ქართველი რეპერია? კი, ქართველი რეპერია. შესაძლოა უდევს Raymond Roots-ის მაგიდროპისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აიყვანენ და ვაპირებ მასთან ერთად ფიტებსაც. და ერთი ფიტი უკვე მიდევს და ივენთებიც უნდა გქონდეს. ხო, შენ YouTube-ით იქნება აღწერაში და შენიც რა თქმა უნდა და რა ვიცი Instagram-ი ან რაც საჭიროა რომ ყველაფერი. ყველგან ნასკი მაწერია პროგრამი. რა ნასკი მაწერია? ყველგან ნასკი მაწერია. წეგა რო თქვა ნასკიო ეგრე საკეთე ჩარჩა ეხა. მე გატროხებული მაქვს. ანუ ეგრო ამოვიღე მაგაზე მაგარი რაღაცა დავწერე მაგაზე რა უნდა აი ეგრო მოიღე დავიჯერე. მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. მე ხლა ისე რომ ვიჯდე და 3 საათი ვილაპარაკო, იმ დღესაც აღმოჩნდა რომ როცა რეპერები მოდიან ხოლმე და საუბრობენ რაღაცა რომ ვერ ძღები და რაღაცა რომ გაკლია. ხო იცი რაღაც ისე გაქვს, მაგრამ ალექს ნახე, შენი კეპები როგორ დააკვდა დობობონით. ხო და რაიმე ისეთი ხო არ არის მაგალითად რაც თქვენ გინახოთ თქვა და დაუშვათ მე არ დაგიშვით. რა ლამაზები ხარ? უფრო გალამაზ. აი თამნეილისთვის გადავიღეთ მარკეტებში გადაგიღებთ რომ დავდო. ოკეი. მე ზოგადად კეპები არ მიხდება, მაგრამ ბოლოს დავამოვა. არა, არ გებიხარ. ხო და რამე ისეთი ხო არ არის დაუშვათ დამატებას თქვენ გინათ რომ ამ რამე ინფორმაცია მიაწოდოთ ან მივინე მოიკითხოთ ან მნიშვნელობა არა, გრამე რა ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ თუ რამე მე ჯერ ხალხს გავახსენებ რომ 31 მაისს არის სახელოსნო ბარში Raymond Roots-ის ბეთლები 4 ბეთლი არის ბიჭების ფინალიც 2-2-ზე ბეთლი და ბოლოს გოგოის ბეთლი სენსაციურად რაღაც და გელოდებით ყველას და კიდე ერთს დავავატებ აქედან მოკითხვა Young Lucas და დაბრუნდი ჰიპ-ჰოპში ბრატა US ვიტყვი 31-ში უნდა მოხვიდეთ ყველანი ხო მოვიკითხავ ყველას. იყიდეთ ბილეთები ხალხო სახელოსნო ბარში და ეს არის ყველა ბეთს ძალიან საინტერესო იქნება და ასევე ხო მოვიკითხავ ყველას ვინც გულშემატკივრობს. ეგ საჭირო რა დროს ვერ მივიდო რა დროს არ მაგი დაბადების დღე. ჩემ ნაცნობსაც დაბადების დღე და მაგიტო ვერ მოდის. აჰა აი საპატიო გაეკეთებინა ან 30-ში ან პირველში ან 20-ში რა ვიცი. ბოლო პირველად საქართველოში გოგოების. არა უშავს ეს ერთი და სხვა მრავალი ახლა მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება. თავარი არის მაინც რომ რაღაცნაირად ეხლა ბიჭებს უფრო ეს გაბედულობა და რაღაცა გამბედაობა არ აკლიათ ხოლმე და აი გოგოების თემაში როგორ იქნება ეგ არ ვიცი. აი სტერეოტიპი რო არსებობს ხო აი მაგითო ხო რაღაცა რო თითქოს იქ ვაფშე სხვა არსებად გადავიქცევ მე პირადად და ხო ეს ცეცხლები გამოდიოდა ხო ვარა შენი თემები სადაც ნანახი მოკლას რა შეგიძლია და ეხა იქაც მით უმეტეს იქ უფრო შემიძლია დავი იქ უფრო შემიძლია კამერები რო იქნება ბევრი ხალხი იქნება რავი მეუბნებიან რომ არ დაიბნეო და რომ მაგას რომ მეუბნებიან უფრო ვიბნეო აჩეჩი მაგრამ მე არ დავიბნეო რამ შეიძლება მაგალითად დაგაბნიოს და ტექსტი დაგავიწყოს ან რაღაც რამე ესეთი მაქსიმუმ კრაუდის ხმა უნდა არ და პირიქით ხო რაღაც პონჩი რო კრაუდი რო ხო მაგრამ ყურში ბითი და ის გვაქვს შეიძლება არ შეგიშალოს ვერ გაიგებ ხმაურს რა ალბათ არ ვიცი ზოგჯერ ის არის რომ მარიზა როძახი აი ოპონენტის გარო ის არის რა რაღაცა ისეთებს რო გიკეთებს და რა კრაუდი ხო არ ვარგა და რა დაბნევის ხო რა ვა მე ძალიან მაინტერესებს აი როგორც დაკალუშკების პონჩი აი იქ რო გავხარ და აი თემა როგორ და მე ერთმანეთს უნდა ჩაეხუროთ რა თქმა უნდა ყავა დალიო ხო შორს გვეუბნებია რომ თქვენო დათვალ ვიღარი დაკალებთ ხო ბეთლისმერო ნახავთ მაგას ხო ეგ რა მაგრამ ეხა იქ რასი ხდება იქ რჩება რა არა მეორე დღეს არა ერთი კვირის მანძილზე თუ დავდებთ თორს ერთად როცა დავხვართ ესე იგი ვდაკალობთ მაგის მე რა ხოლმე ვიქეიფოთ გოგო ხო არა და ბეთლის თემა რო აქვს თქვენ პირიქით მინიმუმ ერთი კვირი და ორი კვირით და უფრო ამძაფრებენ ხოლმე და უფრო რაღაცნაირად ისიაკეთებენ ხოლმე თქვენ პირიქით ეს კვირად ლამაზად არა ეს ესეთ კვირად ლამაზად იმიტომ რომ იქ ცეცხლი დაინთება და ცოტა ხალხი და დავასვენოთ რა რომ მე მოემზადონ იქ წამოდის ბეთლზე და ნახოთ რა და როგორ წარმატების გისურვებთ გოგონებო მაგრამ მაინტერესებს მე ვიდეო რო დაიდება არ ვიცი რა იქნება ამოჭრილი არ იქნება მაგრამ ჩემი გამოცდილებით გეუბნებით რომ იქ რომ მიდიხართ საერთოდ სხვა ვაიბია სხვა ემოცია არის და
სხვანაირად იგზნობა იქ ყველაფერი და სხვანაირად ისმინება ვიდრე მე დადებულ ვიდეოში, მაგრამ მე მაგის ყური მაქვს, რომ ის მოვისმინო და ისე და გავარჩიოდა. და კიდე დიჩის პატივისცემა ბოდიში აუცილებლად. შანსი მოხდა რომ პროექტში მონაწილეობა მიგვეღო. კი ბატონო. კარგია. და იჩი რო არა მართლა. ეს პოდკასტიც ერთგვარი რაღაცა ტრამპლინის თემის. კი და მადლობა კიდე თოკაფეს რომ მოგიწვია. მაგამ ბავში რომ მაინც ასე ისე რაღაც ინფორმაციას გაიგებე კიდე და 31-მდე დაიდება აუცილებლად ეს პოდკასტი და არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარით. კიდე ერთხელ მადლობა Deal Shops, ალექსანდრე ყაზბეგის 43A, რომის პრობლემაც აი გაჩვილი ერთ ესეთი ამბავი იყო, თვითონ არ გაჩერებულა ხალხი. აბა დროებით. აი